დავიწყოთ ჩვენი გადმოცემა. დახაკეს USAID-ის ვებსაიტი და $30 მილიონი თურმე 22 წლის მერე გადმოურიცხიათ ქართული დემოკრატიის მესვეურთათვის და დაიხარჯა ძალიან დიდი ფული აბსოლუტურად გაურკვეველ პროგრამებზე, რომელსაც რა თქმა უნდა პროგრამაში გაურკვეველ ტრაზია, მაგრამ რომელთა მიზანშეწონილება არაფრით არ მოსახელებენ. ცხადია, ეს არის ეგრეთ წოდებული რევოლუციის $30 მილიონი ორ წელიწადში. ეს მხოლოდ USAID-ის ხარჯია. არის კიდე ნედი, არის კიდე სხვა ფონდები, არის შვედეთის ფონდი და NGO-შნიკები ესეთი გააფთრებით და ამიტომ არ თავდება ეს პროტესტი. გასაკვირველია. ამიტომ არ თავდება ეს პროტესტი, ეს არის დაფინანსებული მაყუთით. გამთბარი პროტესტი. ზუსტი ციფრი მე არ მახსოვს და თქვენ თუ ყავს რომელს რამდენი რეგისტრირებული NGO-ა საქართველოში? ბევრი. 30000 ხო? ბევრი რა თქმა. მე სხვა რამე მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა ეს ფულით ამოიწურებოდა. დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპს რომ ამაში გვეხმარება, არა მარტო ჩვენ, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგალითად ეხლა გადაარჩინა პრეზერვატივებისგან გადაარჩინა სირია მე მგონი ხო? არა, ღაზას სექტორი გადაარჩინა. ეგ არის მე ჯერ ვერ მივხვდი. მე შეიძლება რაღაც ანალიტიკურ უნარები. არა, მეც რაღაცა სხვადასხვა ფიქრები მაქვს რა. 15 მილიონის პრეზერვატივი რატო შეიძინა? 15-ის არის ყო. გამარამდე. მეტის? საჭე მეტის? რა მნიშვნელობა 15-ის მეურია? რატო შეიძინა პალესტინისთვის ამერიკის მთავრობა? ძალიან მარტივია, ჩემი რა. დავიწყოთ იქიდან რომ შეიძლება ვაფშე არ იყო ის პრეზერვატივები და არ ჩავიდა და პროსტო ვიღაცას გაუსწორეს და მომწოდებას გაუსწორეს იქ ატკატი ხო იქნებოდა დარწმუნებული ვარ ატკატი იქნებოდა და შესაბამისად რატო პრეზერვატივი შეხოშე რომ ნებისმიერ რაღაცა დაარქვი რა რაღაცა შენ ხო ჩამოიტანეს წყალი ხო წყალი მე წყალი არ ჯობდა წყალი ჯობდა იმიტომ თან პრეზერვატივი დამცინავია ხო გესმის ხაზას ის უზან პრეზერვატივს აღარ გამრავლდეთ თუ რა მან ერთადერთი ვარიანტი არის თუ ესე იგი სქესობრივი გზით გადამდები და პიროგორც აფეთქება ხო შიც არა სხვა ყველაფერს მაგრამ მხოლოდ და ცინცაკცი არა მხოლოდ აივ ინფექცია და ასე შემდეგ ის STD რა მაგის პრევენცია ნამიოკია რომ არ გამრავლდეთ STD იქნებ ნამიოკია რომ არ გამრავლდეთო ხო აი იქნებ ეგრეა მაგრამ ძალიან ჯვრიანი ნამიოკია ხო ნუ სიგიჟე არის ძალიან სიგიჟე კაი